მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ჩვეულებრივ ამ დარბაზში რაც ასიამოვნო მიზეზებით ხდებოდით ხოლმე, იყო ასეთი ბედნიერი დრო, ხან წიგნის პრეზენტაცია, ხან რაღაც ახალი პროგრამის, რაც ახალისო იყო და დღეს მოიტანა გარკვეულმა ვითარებამ და გარემოებებმა შეცვალა სიტუაცია და ჩვენი თავშეყრის მიზეზიც არც თუ სასიამოვნო არის და საუბარი არის იმაზე თუ რა გველის ეგრეთ წოდებული რეფორმის შედეგად. რეფორმის შედეგად და ერთი კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმიტომ რომ როდესაც განათლების რეფორმაზე ვლაპარაკობთ, ის იდეა, რაც ევროპული განათლების იდეალი არის კონკრეტულ სახელთან დაკავშირებული ჰუმბოლდტის. და ვიცით, საქართველოში ამ საქმეს ყავდა არაჩვეულებრივი გამგრძელებელი გურამ რამიშვილი. ის იყო პირველი, რომელსაც ეს იდეა გაუჩნდა და იმდენად ერთგული იყო. ჰუმბოლდტის ძალიან სერიოზული მკვლევარი იყო, რომ გერმანელები ხუმრობით რამბოლდტსაც კი ეძახდნენ, ესეთი მეცახელი ჰქონდა გერმანელებში შერკნეული. და სწორედ ამ რამბოლდტისეული მთლიანად ჰუმბოლდტის იდეებზე დაფუძნებული, ეს არ იყო რაღაცა ესეთი მხოლოდ სპეკულაცია, რომ აი გვინდა და რაღაც იდეალებს ვეპოტინებით, არა, მან შექმნა, დააფუძნა და შექმნა ის გერმანული სკოლა, რომელიც დღეს უკვე რამდენიმე სკოლათ არის თბილისში, ასე ვთქვათ, გაბნეული, აგერ მისი ამ სკოლის ყოფილი აღზრდილები და ეს საქმე წამოიწყო გაგანია კომუნისტების დროს. მართალია უკვე შესუსტებული, მაგრამ იმათაც კი ეყოთ გონიერება და აზრი, რომ მიუხვდარიყვნენ მათ კარგი ხდებოდა. რას გამოიწვევდა მთლად ბოლომდე არ იწოდნენ, რამდენად თავისუფალ პროდუქტს მოიტანდა მერე ეს ისა, თორემ არ ვიცი კომუნისტების ცეკა რამდენად დათანხმდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ რამბოლდტმა ეს საქმე გააკეთა და დააფუძნა და ვარ უბედნიერესი, რომ საკუთარ 23-24 წლის ასაკში ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, იმ მასწავლებლების რიცხვში ვიყავი, ვინც ეს საქმე წამოიწყო, მეორე თუ მესამე წელი იყო. უცნაური ის არის, რომ როგორც ყველა კარგი იდეას, რაც არ უნდა იდეალური იყოს, მერე თავისი მძიმე შედეგებიც მოყვება. იმდენად განსხვავებულია, ეხლა რო ვუყურებ ამ გადასახედიდან, აი ეს პირველი შემადგენლობა. ვინ შედიოდა ამ კოლექტივში, ამ რეფორმის კოლექტივში. განათლების პირველი რეფორმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ მაგ 80-იანების დასაწყისში დაიწყო. ეს ერთი მხრივ, თუნდაც იგივე კოტე გაბაშვილი, აქეთ ვასიკო მაღლაფერიძე, გურამ ფალავანდიშვილი, წარმოიდგინეთ რა სპექტრი იყო მთელი ის, რაც დღეს განსაზღვრავს და მაშინ ყველანი ახალგაზრდები ვიყავით. აი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ გურამ ფალავანდიშვილთან ერთად დილის 5 საათამდე ცეკვა. როდესაც გერმანელი სტუმრები ყავდა მაგალითად, ასეთიც ხდებოდა. ასეთიც იყო საქართველო, რომ წარმოვიდგინოთ. ასე რომ ის მოახერხა გურამ რამიშვილმა, რომ ფაქტობრივად აბსოლუტურად ღია და გახსნილი გავხადა უმეტესობა
რეფორმებისთვის. და ძალიან გრძნობი არის, სადაც ესეთი რომანტიკოსი, თავზე ხელაღებული იდეალისტი გამოერეოდა, რომ ალბათ ამისი დამსახურებაც იყო, რომ როგორც კი გაჩნდა პირობა და შესაძლებლობა, რომ ახლა რაღაცა შეცვლილიყო უმაღლესის დონეზე, ჩვენ ვართ ნაწილი საქართველოს განათლების, ეს ჩვენი ილია უნი. მაგრამ ილია უნი და ნუ ვამბობთ, რომ 20 წლის თავს ზეიმობ, მართალი ცოტა ჩაგვიშხამეს და გაგვიფუჭეს ზეიმი, მაგრამ მაინც ვზეიმობთ. მაგრამ როგორც ყველა ისტორიულ მოვლენას აქვს თავისი პრეისტორიული ეტაპი და აი ეს პრეისტორიული ეტაპი იყო სწორედ ის, როდესაც პირველად გადაწყდა ის რაღაცა ცვლილება უმაღლესის ფარგლებში. და ეს ცვლილება დაიწყო სწორედ უცხოენების უნივერსიტეტი ერქვაო, კულტურის და ენისა და კულტურის. და სწორედ მაშინ დაიწყო და პირველი ჩვენი სტუდენტები 5 სტუდენტით. ამას იმიტომ ხვდები, რომ რეალური საფრთხის წინაშე ვდგევართ, ძალიან შეგვამცირა. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ბევრად ნაკლებით დავიწყეთ. 5 კაცით დავიწყეთ. ამიტომ შეიძლება შეგვამცირონ, მაგრამ ვერ დაგვამცირებენ. შემცირება რაოდენობრივი ამბავია, პლუს მინუს, დამცირება ხარისხობრივია. ასე რომ ეს უკვე ჩვენზე არის. როგორ გავივლით ამას? როგორ გავუძლებთ ამას? და კიდევ ერთი რამე. ეს უნივერსიტეტი არის ისტორიის ნაწილი, ხო? და გარკვეულ ისტორიულ დროში ვცხოვრობთ. ამ დრომდე ვიყავით რაღაც ელეგანტური, გალავაზებული, წარმატებას მიჩვეული, სულ დღესასწაულიდან დღესასწაულამდე ცხოვრობდით. ეხლა რეალობა შევეჭრე. მან კი ქონდა რაღაცა გარკვეული პრობლემები, სირთულეები, ესა, მაგრამ მართლა ეგზისტენციალური ყოფნა არ ყოფნის საკითხი, როგორც დღეს გვიდგას, მსგავსი. ეხლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორია გვაქვს. იმიტომ რომ ისტორია მარტო წარმატებას არ გულისხმობს. ისტორია მძიმე დღეებსაც გულისხმობს. და ჩვენი პირადი უნივერსიტეტის ისტორიაში ეს წელი ალბათ ძიმეთ ჩაიწერება, რომ ერთ-ერთი ყველაზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ დიდი დრო რო ავიღოთ საქართველოს ისტორიაშიც ეს მძიმე სიტყვებით ჩაიწერება, რა პრობლემები შეექმნა, როგორ ლამის განადგურების პირას მივიდა ეს ჩვენი უნივერსიტეტი. ამდენად კიდევ ერთხელ ვამბობ, სულ ვფიქრობ, აი იმ 5 ახალგაზრდაზე, ჩვენები არიან ახლა ნინო რჩეულიშვილი მაგალითად. ხო, 5-ით დავიწყეთ და რას მივაღწიეთ? ასე რომ იმის უნარიც, რომ ყველა სიტუაციაში გავიტანოთ თავი, კი არ მოვერგოთ, არამედ გავიტანოთ თავი და შევინარჩუნოთ აი ეს ღირსება, რაც ამ უნივერსიტეტს აქვს, ალბათ ეს არის გადამწყვეტი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა მე რომ ძალიან არ გამიგრძელდეს, ჩემს სტუდენტს და მაგისტრატურას ამთავრებს ახალგაზრდა კოლეგას ნინო გადავცემ სიტყვას და გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა გალბატონ ნინოს ისეთი გამომხნეველი მოხსენებისთვის. მე ვარ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის ბოლო კურსის სტუდენტი. ჩემ მეგობარი ხშირად ხუმრობით ამბობს ხოლმე, რომ ჩვენ წმინდა სისხლის ლიაუნელები ვართ და ესე გამოვიდა, რომ საბაკალავრო პროგრამაც აქ გავიარე ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით და მინდა ხელი გავუსვა, რომ ლიტერატურათმცოდნეობა საქართველოში მარტო ილიას უნივერსიტეტს აქვს საბაკალავრო პროგრამა და გავაგრძელე სამაგისტრო პროგრამა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით, იგივე კომპარატივისტიკის მიმართულებით.
ეს პროგრამა თესეულშიც არის, თუმცა ჩვენთან ბევრად უფრო ინტერდისციპლინური, ეგ უფრო მეტად ლიტერატურაზე და ვთქვათ გამომცემლობაზე ამორგებული და რედაქციის ვთქვათ მუშაობაზე ამორგებული. ხო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ თუ რამეს ვიკვლევ და თუ რამე ვიცი და თუ რაღაც ახალი დაკვირვებები და მიდგომები მაქვს ამ მიმართულებასთან დაკავშირებით არის სწორედ იმ ადამიანების აი იმ აუხსნელი შრომის დამსახურება და ძალიან დიდი მადლობა მინდა ესე საჯაროდ ყველას გადავუხადო ვინც აქ ასწავლის და ვინც ვთქვათ ჩემს განათლებაში მონაწილეობა მიიღო. და პრინციპში ეს არის სივრცე, სადაც თავისუფლად შეგიძლია ძალიან თანასწორუფლებიანი ხარ შენ როგორც სტუდენტი და შენი ლექტორები და ასე ვთქვათ არც დროს გეშინია რომ საკუთარი აზრი, იდეა და ფიქსირო არგუმენტირებულად გამოხატო ეს შენი დაკვირვებები და ყოველთვის მისაღებია ესე თუ ის მიდგომა შენი და ძალიან თავისუფალი სივრცე იქნება ხოლმე ყოველთვის სალექციო პერიოდი, სალექციო სივრცეებში. ეს ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვფიქრობ, სვეტლანა ალექსიევიჩის ერთ-ერთ ინტერვიუში ესეთ ფრაზას ამბობს, რომ დღეს ყველაზე დიდი სიმამაცე ფიქრის უნარია და აქ კანტი გაგვახსენდება, რა თქმა უნდა და ინდიაუნის ყველაზე აუცილებელი საგანი შესავალი თანამედროვე აზროვნებაში სწორედ ერთ-ერთი პირველი ტექსტია კანტის განმანათლებლობა და საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაბედო აზროვნება, საუბრობს იმაზე, რომ განმანათლებლობა არის უმწიფრობიდან გამოსვლა და იმ მდგომარეობიდან, სადაც სხვები კარნახობენ რა არის სწორი, რა არ არის სწორი, როგორ უნდა გადანაწილდეს რესურსი თუნდაც და ეს არის რაღაცა გაბედო, რომ სხვისი ზედამხედველობის გარეშე საკუთარი განსჯა გაგაჩნდეს, საკუთარი იდეები გაგაჩნდეს და საკუთარი დამოკიდებულებები და ცოდნა შექმნა. რამდენადაც არ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ იმაზე კანტს რაღაც საკითხებში ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით და ამაზე ძალიან ბევრმა ფილოსოფოსმა უკვე იმსჯელა. პრინციპში ჰუმანიტარული მეცნიერებების მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი წინა ცოდნებთან, წინა ფილოსოფოსები იქნებიან ეს თუ ლიტერატორები იქნებიან ეს თუ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. ინტერდისციპლინარული მიმართულება, ასე ვთქვათ, და ძალიან ბევრ არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ სხვადასხვა მედიუმსაც მოიაზრებს და პრინციპში ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში ვცდილობთ, რომ გავაკრიტიკოთ, რაღაც ახალი ცოდნა შევქმნათ, ახალი დაკვირვებები შევქმნათ, სხვადასხვა პერსპექტივებით შევხედოთ ამა თუ იმ საკითხებს და რევიზია მოახერხოთ, ასე ვთქვათ, წინა ცოდნის. პრინციპში სწორედ ფიქრის გაბედვით იქმნება ცოდნა, ცოდნით იქმნება მე ინტელექტი და ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ასე ვთქვათ, საშიში გახდა დღეს საზოგადოებისთვის ინტელექტუალი ადამიანი და პარადოქსია, ასე ვთქვათ, გვიწევს დღეს ამ ყველაფერზე მსჯელობა და ისევ გადახედვა, თუნდაც კანტი იქნება ეს სხვადასხვა ფილოსოფოსი, რომელიც განმანათლებლობაზე მსჯელობს, ხო? ახლა კონკრეტულად შედარებით ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამაზე რა ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩემთვის აქ სწავლა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნათელი წერტილი იყო, არა მხოლოდ ლიტერატურის კუთხით, არამედ პიროვნული განვითარების კუთხით და ზოგადად აზროვნების ჩამოყალიბების კუთხით და მიუხედავად იმისა, რომ საგნების უმეტესობა კვლევითი ხასიათის არის და ძირითადად თეორიულ მიდგომებზე აორიენტირებული და სტუდენტებს გვიწევს ტექსტების, სხვა კულტურული კონტექსტების, ისტორიული კონტექსტების გადახედვა და მსჯელობა, ამის პარალელურად გვაქვს საგნები, რომელიც არის ძალიან პრაქტიკული. და ესეთი ერთ-ერთი საგანია ლიტერატურის სოციოლოგია მაგალითად. და ლიტერატურის სოციოლოგიის საგნის ფარგლებში ჩვენ გვიწევს, რომ გადავხედოთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის პროცესებს, გადავხედოთ რა ხდება საგამომცემლო სივრცეში. ეს არის, ვთქვათ, დაკვირვება, როგორ იქნება ტექსტი და როგორ აღწევს დახლამდე, ანუ ტექსტის პროდუქცია, დისტრიბუცია და რეცეპცია. და როგორც უკვე ვახსენე, სხვადასხვა მედიუმთან გვიწევს ხოლმე ძირითადად კავშირი, ეს არ არის მხოლოდ ლიტერატურისთვის, ეს არის ლიტერატურის ურთიერთკავშირი კულტურის კვლევებთან, ლიტერატურის ურთიერთკავშირი კინოსთან, ხელოვნების სხვადასხვა დარგთან, ფილოსოფიასთან, ალბათონი ნინოს საგნების უმეტესობა სწორედ რაღაცა ფილოსოფიის და ლიტერატურის ინტერფერენციის პრობლემებს შეეხება. და ხო, პრინციპში სწორედ ამით იქმნება, ამით არის ეს ფაკულტეტი განსაკუთრებული, პირადად ჩემთვის და სხვა სტუდენტებისთვისაც დარწმუნებული ვარ, რაღაცნაირად არ მოიაზრებს მხოლოდ ერთი მიმართულებით მსჯელობას, აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინას და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახასიათებელი ის არის, რომ ეს პროგრამა მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანია რაც არსებობს, არც თუ ისე დიდი ხანია უფრო სწორად რაც არსებობს,
ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და მუდმივად ვითარდება. და ჩვენი ლექტორები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში, კვლევით პროგრამებში და შემდეგ ჩამოდიან და იმ ცოდნას, იმ აქცენტებს, რაზეც ევროპული უნივერსიტეტები არიან დღეს, ვთქვათ, მორგებულები და ცდილობენ, რომ საქართველოს ფარგლებს მოარგონ და ჩვენს რეალობას მოარგონ და ესე შეიქმნა მეხსიერების კვლევების საგანი, ესე შეიქმნა საბავშვო ლიტერატურის საგანი, რომელიც პირველად გაიხსნა წინა სემესტრში და ძალიან ბევრი ისეთი საინტერესო მიმართულება, რაც აქამდე არ გქონდა შედარებით ლიტერატურათმცოდნეობის ფარგლებში. შესაბამისად, ხო, პროგრამაში განვითარდა ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო, უფრო მეტად ინტერდისციპლინური ხდება ჩვენი მიმართულება და იმაზე მსჯელობაც, რომ სტუდენტები იღებენ ცოდნას ევროპული აკადემიური სტანდარტების შესაბამისად, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან საგულისხმოა. და ხშირად გვესმის ხოლმე ეს ბოლო პერიოდია ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით რა არის აქტუალური, რატომ შეიძლება კონკრეტული პროფესიები იყოს აქტუალური და კონკრეტული პროფესიები ნაკლებად მოთხოვნადი და ასე შემდეგ. და აქ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ვისი ინტერესების მიხედვით ხდება რაღაც კონკრეტული პროფესიები აქტუალური, ხო? და საიდან ხდება, ვისი ინტერესებით ნაწილდება ზოგადად ბაზარი და რამდენად შეიძლება ცოდნის სფეროების შეფასება საერთოდ ესეთი მარტო ბაზრის ლოგიკით. ჩვენ დავიცილოთ იმაზე, რომ ამ რეფორმის და ბჭყალებში რეფორმის მიხედვით ჩვენი განათლების და მთავარი აქცენტი არის, რომ ჩვენი განათლების მთავარი სისუსტეები უნდა აღმოვფხვრათ, ხო? რომ გავუთანაბრდეთ ევროპულ განათლების სისტემას. თუმცა საინტერესო როგორ შეიძლება ევროპული განათლების სისტემას გავუთანაბრდეთ შეკვეცილი კრედიტების რაოდენობით, 3 წელზე დაყვანილი საბაკალავრო პროგრამით და 1 წელზე დაყვანილი სამაგისტრო პროგრამით, მაშინ როცა ჩვენ 3 წლიანი პროგრამით ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში ჩავიდეთ, არაკომპეტენტურ ადამიანებად, სტუდენტებად ჩავიწრობით და ვერ გავაგრძელებთ სხვა საფეხურზე სწავლას, ხო? და ცოტა ჩემთვის ლოგიკასთან მოკლებული ეს მსჯელობა როგორ შეიძლება რომ ეს რეფორმა შევფუთოთ იმით, რომ ევროპულ განათლებასთან ვცდილობთ მიახლოვებას. ხო, და პრინციპში ეს საკითხები და ის მნიშვნელოვანი აქცენტები, რაც მინდა რომ დავსვა, რატომ შეიძლება ამ პროგრამის გაუქმება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. პირველი არის ის, რომ ინტელექტუალური მრავალფეროვნება შემცირდება და როგორც უკვე ვახსენე, ინტერდისციპლინარული და ინტერმედიული მიმართულება ლიტერატურათმცოდნეობა და რა თქმა უნდა მოსპობს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ცოდნის და სფეროს თანაარსებობას. მეორე ის ფაქტორია, რომ კრიტიკული აზროვნების სივრცე ძალიან დაგვესუსტდება ჰუმანიტარული მეცნიერებები გვასწავლის ტექსტის იდეოლოგიის, ისტორიული პროცესების, კულტურის ანალიზს და იმას თუ საზოგადოებას თვითრეფლექსიის უნარს გვივითარებს, ასე ვთქვათ. და ამასაც თითქოს ამ მიმართულების გაუქმებით საკმაოდ დიდი საფრთხე ემუქრება. და საინტერესო ის, რომ მიუხედავად ამ დისკუსიებისა, ჩვენი პროგრამა რეალურად საკმაოდ დიდი ინტერესის გამომწვევია. ამ 2026-27 წელს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობით მივიღეთ სტუდენტების რაოდენობა ჩვენს მიმართულებაზე და ძალიან საინტერესო არის სტუდენტები მოდიოდნენ სხვადასხვა მიმართულებით, იქნებოდა ეს ჟურნალისტიკა, პიარი, მარკეტინგი, იქნებოდა ეს კინომცოდნეობა და სხვა და ასე ვთქვათ, რომ ახალი ცოდნა იქნება და ძალიან საინტერესო ამ ადამიანებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ სრულიად სხვა ბექგრაუნდით მოდიან და მოიაზრებს, ასე ვთქვათ, ჩვენი ინტერდისციპლინარული მიმართულება იმას, რომ რაღაცა დიალოგი ძალიან საინტერესოდ წარიმართოს ამ სხვა ცოდნის მქონე ადამიანებთან. ბოლოს არ მინდა რომ პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ უნდა ვახსენო, რომ ილეონი არ არის მხოლოდ შენობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს სივრცე და ინფრასტრუქტურაც და აქ მოსვლაც და ლექციებზე დასწრებაც, ჩვენ აქ არ მოვდივართ მხოლოდ 2 საათით, ან რამდენიმე საათით მხოლოდ ლექციებზე დასასწრებად, ან ლექციების ჩასატარებლად. ეს არის სივრცე, სადაც მე თუ მკითხავთ, ჩემი აზრით ახალი ცოდნა იქმნება, ახალი დიალოგები იქმნება. ეს არის სივრცე, სადაც შეგვიძლია, რომ სხვადასხვა კულტურებთან, ასე ვთქვათ, ხიდები გავაბათ და ავაშენოთ და ვიმსჯელოთ ამ ყველაფერზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს აქ არ მთავრდება აუდიტორიებში და 4 კედელში არ მთავრდება ჩვენ
სალექციო პერიოდის მიღმაც ვაგრძელებთ ამ დიალოგებს და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ გავაგრძელებთ, რა მომავალიც არ უნდა გქონდეს ამ მიმართულებას და ამ ფაკულტეტს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ამხელა ენთუზიაზმი და შრომა, რაც კონკრეტულმა ადამიანებმა ჩადეს ამდენი წლის განმავლობაში ამ ფაკულტეტის ესეთი განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, არსად არ დაიკარგება. ხო, ეს იყო ალბათ სულ რაც მინდა და რომ მეთქვა. მადლობა ძალიან.